სტუმარი რადიო რიონის ეთერში. ნანა რობაქიძესთან ერთად. მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში და დაგვირეკეთ 25 04 83 0900 000 007 სტუმარი სტუდიაში. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერშია გადაცემა სტუმარი სტუდიაში. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი სოხუმის წარმომადგენლები ლალი შენგელია, ნატო ჩხორთოლია, გურანდა გვანცელაძე და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელი ფატი დვალიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რადიო მსმენელები საქმის ყურში არიან, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს საერთაშორისო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ხვალ მთავრდება ეს კამპანია. მესმის რომ ახლა უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ორგანიზაციამ მოისურვა რომ ჩართულიყო ამ პროცესებში, თუმცა ძალიან კარგად გვახსოვს ჟურნალისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებსაც, რომ ამ საქმიანობაში პირველები იყვნენ ფონდი სოხუმის წარმომადგენლები. არ არის ეს ხმამაღლა ნათქვამი, მართლაც ისინი პირველი მერცხლები არიან ამ კუთხით. ქალბატონო ლალი, საინტერესოა რა ხდებოდა ადრეულ წლებში, ძალიან მოკლედ გითხარით თუ შეიძლება და ფაქტია რომ წელს გაცილებით მეტი მასშტაბებით არიან ადამიანები ჩართული ამ პროცესებში და ესეც რამ განაპირობა თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მე პირველ რიგში მინდა უთხრა ტელეკომპანია, ტელერადიო კომპანია რიონსაც მადლობა, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ამბობთ რომ პიონერები ვართ ჩვენ ფონდის სოხუმის წარმომადგენლები, მე მინდა თქვა რომ მედია საშუალებების მხრიდანაც ალბათ პირველები არიან რიონელები, იმიტომ რომ რიონი იყო ის ტელეკომპანია, რომელიც ერთ-ერთი პირველი აშუქებდა პრობლემებს ძალადობასთან დაკავშირებით და პრევენციულ ღონისძიებების თაობაზე. დღეს კამპანიის დასრულების წინადღეა, ანუ 16 დღიანი კამპანია ტრადიციულად, რომელიც უკვე 2001 წლიდან მოქმედებს მთელ მსოფლიოში, უამრავი ორგანიზაციაა ჩართული და წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ემატება. ჩვენი ორგანიზაცია 2002 წლიდან არის კამპანიის აქტიური მონაწილე. ეს პირველი წლები იყო, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა აქციები, ძალიან მცირედი თანხებით გაკეთებული პოსტერები და მოწოდებები. წლებთან ერთად ჩვენი გამოცდილებაც გაიზარდა, უფრო მეტი გავიგეთ პრობლემის შესახებ და კიდევ უფრო აქტუალური გახდა პრობლემა. და სხვათა შორის ჩვენი პირველი კვლევების შედეგად ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. და ამას წინანდელმა გაეროს კვლევამაც დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი განიცდის ძალადობას და რომ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც წაყრობა სჭირდება და რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ეს არის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობას, როგორც თქვენ ბრძანეთ, წლების მანძილზე ჩვენ აქციებით, უამრავი საინფორმაციო გამოცემით, ბროშურებით, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ასე ვთქვათ, რომლებმაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასე ვთქვათ, ვაიძულეთ სახელმწიფო რომ მიიღო კანონი ძალადობის წინააღმდეგ, მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. და მას შემდეგ უკვე მიმდინარეობს მუშაობა რომ ამოქმედდეს ეს კანონები, იმიტომ რომ კანონები კი არსებობს, მაგრამ მაინც პრობლემად ჩერდება. წლევანდელი წელი ამ კუთხით არის საგანგაშო, მე ვიტყოდი, 24 ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა, პირდაპირ მნიშვნელობით ტრაგიკული შემთხვევებით დამთავრდა. გუშინ კიდევ ახალი შემთხვევა 25 ქმარმა ცოლი სასტიკად მოკლა. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენს მუშაობთ, პრობლემა კიდევ იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა უფრო გახდა თვალსაჩინო, უფრო ბევრს ლაპარაკობენ ამის შესახებ და ადრე უფრო მიჩქმალული იყო. ხა მედია საშუალებები მეტ ყურადღებას აქცევენ პრობლემის მოგვარებაში ჩართულია მთელი საზოგადოება, რომ იტყვიან ერი და ბერი და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, არ არის ერთი ოჯახის დრამა და ტრაგედია, როგორც ადრე მიაჩნიათ, იმიტომ რომ ეს არის სოციალური ბოროტება, რომელიც უამრავ ნეგატიურ შედეგს იწვევს. და სწორედ ეს არის უკვე ჩემი აზრით გაცნობიერებული საზოგადოების მიერ და 25 ნოემბერს მთელ საქართველოში ძალიან მასშტაბური აქციები ჩატარდა.
მათ შორის ქუთაისშიც და ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთდეს სახელმწიფოს მხრიდანაც, არასამთავრობოების მხრიდანაც, მედიამაც თავისი საქმე უნდა გააკეთოს ძალიან კარგად და რა თქმა უნდა საზოგადოებაც უნდა მიხვდეს, რომ ძალადობის მიმართ შეურიგებელი უნდა ვიყოთ. დიდი მადლობა. აი ესევე როგორც კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ასევე აღინიშნება ამ დღეებში ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც რაღაც სიმბოლურად ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები დარღვეულია დღეს. ძალიან ბევრი ახალგაზრდის, ბავშვის, იგივე ხანდაზმული ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ეს შემთხვევა ძალიან კარგად გვახსოვს, თქვენ გავუტანო ლალი აღნიშნეთ ახლა ის საშინელი ფაქტი, რაც გუშინ მოხდა და ასევე ქუთაისში მომხდარი ფაქტი, როდესაც მოხუცებული ადამიანი მომვლელის მიერ იქნა მოკლული. ეს ყველაფერი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი არის, გარემო არის ზოგადად ისეთი მძიმე შექმნილი, რომ თითქოს ბიძგს აძლევს მსგავსი სახის ფაქტების უფრო მეტი რაოდენობით არსებობას. კაპიტან ნატალია, თქვენ რა სიტყვით? Ну, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან არადამაკმაყოფილებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ. და ესეც თავისთავად უწყობს ხელს ამდაგვარი სიტუაციის შექმნას. ახლა ლალიმ თქვა აქ აღნიშნა, რომ თითქოს აი წინა წლებში რაღაცნაირად უფრო არ ჩანდა ეს პრობლემა, ნაკლებად ჩანდა. ახლა გახდა ძალიან ესეთი ბასრი, შესამჩნევი და საქმე იმაში არის, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტებთან გვაქვს საქმე, ძალიან სამწუხარო მოვლენებთან და ეს აქცია, რომელზეც ახლა უკვე ვსაუბრობდით, 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის და საერთოდ ძალადობის წინააღმდეგ, ერთგვარი, ასე ვთქვათ, ხელშემწყობია ყველა ასპექტით იმისთვის, რომ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს გაიგონ, მიხვდნენ ვისაც თქმა უნდა ჯერ კიდევ არ ესმის ეს, რომ ყველანაირი ძალადობა არის ადამიანების მიმართ, ეს იქნება ქალი, მამაკაცი, მოზარდი, ნებისმიერი არის სრულიად მიუღებელი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩემი აზრით ის ღონისძიებები, ის აქტივობები, რაც ჩვენ ჩავატანეთ ამ კამპანიის ფარგლებში, ეს იქნებოდა შეხვედრები, პირადად მე მქონდა ამ აქციის ფარგლებში შეხვედრები სკოლაში, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, კოლექტიურ ცენტრებში და როდესაც მოსწავლეებს ასეთი შესავალი სიტყვით მივმართეთ და აუხსენით, რომ ამ აქციის ფარგლებში იყო ეს შეხვედრა, მათთან ბოლომდე საუბარი არც დამჭირვებია, იმიტომ რომ მათ ახსოვდათ წინა წლების შეხვედრები და ის საინფორმაციო ფურცლები, რაც ჩვენ დავარიგეთ, შემდეგ პოსტერები, რაც ფონდმა სახუმმა გამოსცა, პერიოდული გამოცემა, ჟურნალები, ჩვენ მქონდა სპეციალური ლენტები, რითაც რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ აქტიურად ვართ ჩართული და ყველა იმ შეხვედრის მონაწილესაც ვცდილობთ შეხვედრაზე ყველა მონაწილე ჩავართოთ ამ აქციაში, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ და რაც შეიძლება შევუწყოთ ხელი მსგავსი ფაქტების აღკვეთას სამომავლოდ მაინც. და კიდევ ერთი რამ საქმე იმაში არის, რომ ესე იგი ინფორმირებულობა რაც უფრო გაიზრდება, ეს ახალი არაფერი არ არის ჩემი მხრიდან, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საზოგადოებაში, მით მეტად ფხიზლად ვიქნებით, მით უფრო ალბათ შევუწყობთ ხელს ამ პრობლემის აღკვეთას. კი ბატონო. კაპიტან ნატო, თქვენ ახსენეთ საჯარო სკოლა, სადაც ჰქონდათ ურთიერთობა მოზარდებთან, კაპიტან გურანდა, მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ თითოეული მათგანი ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ის კატეგორია, რომლებსაც ყავს შვილები. და მე პირადად დღესაც ვხედავ ახლა სკოლაში მე მესმის ახლა ცოტათი გადაუხვევთ, მაგრამ ძალიან მინდა ამ თემაზეც გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ აქაც ძალადობა იგრძნობა მოზარდებში, რაღაც აგრესიული ფონი მე პირადად შევამჩნიე, რაც ადრე არ იყო ჩემი მოსაზრებით და ხომ არ იქნება დაუშვათ აი აქ რაღაც დიალოგის სახით ვართ ახლა ჩვენ შეკრებილები და ხომ არ იქნება საჭირო ასევე ყურადღების გამახვილება ამ კუთხითაც, რომ იგივე მოზარდებში ჩაიდოს ის მარცვლები, რომ ბავშვობიდანვე ჩაუნორგოთ მათ, რომ არა ძალადობას.
პირველ რიგში ეს იწყება რა თქმა უნდა ოჯახიდან, შემდეგ სკოლაში და ასევე ურთიერთობა ერთმანეთს შორის. თანატოლებს შორის ხდება ძალიან ბევრი ცუდი ფაქტები დღეს. იგივე ბავშვები თითქოს არ უთმობენ, აგრესიულები არიან, გაღიზიანებულები არიან. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ სოციალურ ფონს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მოქმედებს. ასევე ალბათ მოქმედებს ისიც, რომ ძალიან ბევრ მოზარდს მშობელი არ აყავს სახლში და იმათიც მესმის, იმიტომ რომ წასულები არიან საზრდოს საშოვნელად იგივე შვილებისთვის, მაგრამ ეს შვილები გაღიზიანებულები არიან. ანუ ხედავთ თქვენს გარშემო იგივეს, რაც მე დავინახე დაუშვათ გუშინ, იმის წინ დღეს, სამწუხაროდ მე ძალიან თვალშისაცემად მხვდება უკვე ეს ფაქტები. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან საკმაოდ ისეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი, რომ ახალგაზრდები არიან აგრესიულები. და ყველაზე მეტად არის ეს ფაქტორი, რომ თვითონ ისინი ვერ აანალიზებენ, რომ ძალადობენ თანატოლებზე. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრები გვაქვს ახალგაზრდებთან სკოლებში, უნივერსიტეტებში და ხშირად ყოფილა ესეთი ფაქტები, რომ აი, როდესაც უკვე ბავშვებთან რაღაც შეკითხვებს ვსვამთ, კონკრეტულად ვსაუბრობთ, თავიდან ვერ იხსნებიან, მაგრამ როცა უკვე დაუწყებთ რაღაც პატარა შესავალს გავუკეთებ, ისე მარტივად იწყებენ საუბარს და მიდიან იმ კონდიციამდე, რომ თვითონ თავიანთი პირით ამბობენ, უი, ეს ძალადობაა? ანუ ის რაღაც მოზარდს, რაღაც ფაქტორით, რაღაც ნიშნით დისკრიმინაციას, თუნდაც ეს ფიზიკურ ძალადობაზე არაა საუბარი, ფსიქოლოგიურად დისკრიმინაციას უკეთებენ თანატოლს, გარიყავენ, აი რაღაც კონკრეტული ნიშნებით, ისინი ვერ აღიქვამენ იმას, რომ ეს არის ძალადობა. მე ზოგადად მარტო სოციალურ ფონდსაც არ შეიძლება ეს დავაბრალოთ იმდენი აგრესიული ფილმები, აგრესიული მულტფილმები. ტელევიზიაში ჩართავ და ელემენტარულ საინფორმაციო გამოშვებაც იწყება აგრესიული ფონი. ყველაფერი ზოგადად ფსიქიკაზე ალბათ მოქმედებს, ხო? და ძალიან კარგი იქნება ეხა ამ ბოლოს ბევრჯერ მithumetes აქციის ფარგლებში ძალიან ბევრი შეხვედრა გავაკეთეთ ახალგაზრდებთან. და იქ სადაც ფონდის ოხუმი აი ამ კუთხით არ მუშაობს, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ქალაქი მსგავსი, ერთ-ერთი ოზურგეთია, ძალიან მეტად მწვავედ დგას ეს პრობლემა. აბსოლუტურად რა არის ძალადობა, საერთოდ ბავშვებისთვის არც მისი ფორმები, არაფერი ნაცნობი არ არის. და ზუსტად წამოვიდა ის იდეები, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ სკოლებში აი მსგავსი რაღაც შევიდეს სწავლებაში. რაღაც მოდულები კონკრეტული, იმიტომ რომ სკოლებში არის სამოქალაქო განათლების გაკვეთილები. სადაც მხოლოდ დემოკრატიის საკითხები განიხილება და ფაქტიურად რო ვთქვა, ისიც ზედაპირულად. ანუ ეს თვითონ არის ბავშვების ენით გადმოცემული, ხარ რასაც მე ვსაუბრობ. ძალიან კარგი იქნება. ძალადობას აღიქვამენ უკაცრავად ბავშვები, როგორც ფიზიკურს და დანარჩენზე რეაგირება არ არის. აი მაინდა-მაინც უნდა იყოს ნაცენი, მაინდა-მაინც რაღაც დანარჩენი ძალადობას არანაირად ძალიან სერიოზული თემა წამოწიეთ ახლა თქვენ, იმიტომ რომ სწორედ ესეთი ძალადობის შედეგად ჩვენ ვართ მოწმენი სამწუხაროდ, რომ მოზარდი შეიძლება მივიდეს სუიციდამდე და ეს დასრულდეს მე არ ვიცი ახლა საშინელებით. და ამიტომ ზუსტად დავასრულებ ამას, რომ ძალიან კარგი იქნება თუ კი ლობირებას დავიწყებთ იმისას, რომ აი სკოლებში განათლების სამინისტრომ შეიტანოს, არ ვამბობ, რომ ეს იყოს ყოველდღიური როგორც გაკვეთილი, ხო? ანუ რაღაც ეტაპობრივად იყოს გაწერილი, იქ იყოს ძალადობის თემაზე ბავშვებთან მუშაობა, ეს ძალიან მithumetes, რომ სკოლებში არ არის ფსიქოლოგები. ეს კიდე ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ ახლა ახსენეთ სუიციდის ფაქტები და გასულ წელს რამოდენიმე შემთხვევა ზუსტად ჩემი შვილის გარშემო წრეში მოხდა მსგავსი რაღაცები და უკვე მერე რომ მიდიოდა რატო რა როგორ მერე ხან მასწავლებელი იყო და უი ეს ასე რომ მითხრა ეს ასე რომ აი ეს რომ არ იყოს აი ბავშვებთან სკოლებში აუცილებელია არსებობდეს ფსიქოლოგი, რომ მასწავლებელმა რამდენი რამე უნდა შეითავსოს. მიაქცევს ყურადღებას, რასაც შეიძლება პედაგოგი ვერ ახერხებს ან არ ახერხებს. და მithumetes დღევანდელ ყოფაში მშობლები, რომლებიც თავით ფეხებამდე გადავარდნილი არიან ყოველდღიურობაში და ფაქტურად მათაც თუ ისინი ადგილზე არიან, შვილებისთვის არცალია და უმრავლესობა კიდე შვილების გვერდით არ არიან. ამიტომ ესეც ასეთი პრობლემაა. ერთიც მინდა ვთქვა და კაპიტან ლალი, რა თქმა უნდა, მოგცემთ საშუალებას, ძალიან ხშირად ასევე პედაგოგები ერიდებიან პროცესის გამწვავ
განწყობების სააშკარაოზე გამოტანას, განწყობებული პროცესის სააშკარაოზე გამოტანას, იმიტომ რომ სკოლაში არიან მანდატურები, შემდეგ მანდატურებს უწევთ ოქმების დაწერა, ამ ოქმების შედეგად შეიძლება პედაგოგს საყვედური მისცენ და უკვე ეს პედაგოგი ზარალდება, იმიტომ რომ სკოლა მას ეტყვის საყვედურს და ეს ყველაფერი რაღაც ჯაჭვური რეაქციით არის გადაბმული და იმის ნაცვლად რაც შექმნილია დაუშვათ და ეხლა ყველაფერსაც ცუც ვერ ვიტყვით ხო? შექმნილია იმისათვის რომ იყოს დაცული ადამიანის მოზარდის უფლებები, მივდივართ იქამდე რომ პირიქით. დიახ, კი ბატონო, ქალბატონ ლალი და შემდეგ თქვენ. არა, დავასრულებ, რა მინდა რომ თქვა, თუნდაც აი ეს პედაგოგები ერიდებიან ერთია, მაგრამ ზოგჯერ თავადაც არ არიან ინფორმირებული, როცა ხედავენ, რომ აი ბავშვი რეალურად არის ძალადობის მსხვერპლი, იმიტომ რომ პედაგოგი დღის უფრო მეტ ნაწილს ატარებს ბავშვთან, ვიდრე მშობელი, ხო, რეალურად რო შევხედოთ. არ არიან ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცენ, ჩვენს პრაქტიკაში გქონდა მსგავსი პრობლემა შევეჯახეთ ერთ-ერთ სენაკში, სადაც ჩვენი ერთ-ერთი ცენტრი ფუნქციონირებს, სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა იცოდნენ, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი. დიახ. მაგრამ არ იცოდნენ, აი ვისთვის უნდა მიემართათ, რა უნდა გაეკეთებინათ, მშობელთან მისვლა აზრი არ ქონდა, იქ ისეთი პრობლემები იყო და საბოლოოდ მოკლედ რო თქვა ეს სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ ბავშვს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ღმერთის წყალობით გადარჩა, მაგრამ აი ეს ერთ-ერთი ფაქტია იმისა, რომ მარტო ბავშვები კი არა, ძალიან კარგი იქნება, რომ მსგავსი ინფორმირება ელემენტარული სად, ვის, როგორ უნდა მიმართონ. რაღაც აი ესეთი დონით ინფორმაცია თუნდაც პედაგოგებამდეც რომ იყოს მისული. ძალიან კარგი იქნება. მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი პრობლემა წამოვჭერეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში ეს პრობლემა ძალიან ძაფრად ჩანს და ესეც თავისებური გამოძახილია რა თქმა უნდა სოციალური ფონით და იმ მიზეზების რაც არსებობს. ჩვენ თავიდან მუშაობა დავიწყეთ ქალებთან, იმიტომ რომ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ წლების მერე დადგა სწორედ ეს საჭიროება, რომ დაგვეწყო მუშაობა ახალგაზრდებთან. იმიტომ რომ ახალგაზრდებში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობდა. და რატო ხდება ძალადობა ბავშვებში? ძალადობა ბავშვებში თუნდაც ის ბულინგის შემთხვევები, თუნდაც ის სუიციდის ეს ყველაფერი არის იმ ოჯახში ძალადობის გამოძახილი. იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან, არის ძალიან დიდი კავშირი ძალადობასა და ბავშვის აღზრდას შორის, რომ ბავშვი ან შეიძლება მოძალადეთ აღიზარდოს თვითონაც, ან პირიქით მსხვერპლად. არაჯანსაღ გარემოში გაზრდილი ბავშვი ყოველთვის პრობლემურია და აი სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან დიდი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, რომ რა ვიცი, მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს ყველამ, რომ ოჯახში იყოს ნორმალური ურთიერთობები. იმიტომ რომ თუ კი ოჯახში არაჯანსაღი გარემოა, ბავშვი არის ტრავმირებული. და ეს ბავშვი არის ხვალინდელი მომავალი, ხვალინდელი ოჯახიც ტრავმირებულობისკენ არის განწირული. ამას ემატება მიგრაცია, ვთქვით, ხო, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ძირითადად ქალები არიან გასული ოჯახიდან და როდესაც ქალი არ არის ოჯახში, ის ოჯახიც უკვე არასრულფასოვანია და იქ მეორე საკითხია კიდე მამის როლი როგორია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მხოლოდ კანონების მიღება არ შველის ამას, რაღაცნაირად სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს ყველაფერი, თუნდაც ადგილობრივი მთავრობა, აგერ სკოლა მარიცის რა უყოს ბავშვი, აშკარად ხედავს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი და არ იცის სკოლის ხელმძღვანელობამ რა უყოს ბავშვს. ეს ხო იმიტომ არ არის, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ ჩვენთან პრობლემაა. და არასამთავრობო სექტორი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს აკეთებს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი არ არის მაინც ის ორგანიზაცია და ის უწყება, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ბევრი არის და ძალიან დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას და მათ ნელ-ნელა უკვე დაიწყეს ამაზე ფიქრი, სახელმწიფომაც მიიღო კანონი და მე მგონი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს მათი როლი. კი ბატონო, აი ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში საინტერესოა, მე ვიცი, რომ ფონდის ოხუმი თანამშრომლობს ამ ეტაპზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მაგრამ მოდით ძალიან მოკლედ, ბატონო გურანდა, იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ეს თანამშრომლობა, მე ვიცი, რომ იყვნენ სკეპტიკოსები და აი რაღაც ირონია ნარევი ღიმილითაც კი შეხვდნენ. კი, მინდა ნამდვილად იყო ირონია ნარევი ღიმილიც, ისეთი კომენტარებიც. ზერელე დამოკიდებულება და დღევანდელ რეალობასთან რო ვავლებ პარალელს, დღეს როგორი დამოკიდებულება გმათ, როგორი დიდი ცვლილება არის, თქვენ წარმოდგენაც არ აქვს.
თუ კი ადრე იყო ისეთი პერიოდები, როცა დავიწყებდით და დავაღებდით პირს და ვიტყოდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობთ ძალადობის თემაზე და თითქმის კარებს არ მოგვიხურავდნენ ესეც რაღაც დილოვის ფაქტორით, მაგრამ ღიმილნარევი, ღიმილით სახით გვისტუმრებდნენ ოთახიდან. დღეს უკვე, დღეს არა და უკვე რამოდენიმე წელი ამ აქტიური მუშაობით, საინფორმაციო შეხვედრებით, ტრენინგებით, მგვალი მაგიდებით, ისინიც აქტიურად ჩაერთნენ თავად, რასაც ქვია, ვეცადეთ, რომ დაენახათ, მოსულიყო და უკვე რეალობას თვალწინ რომ დავუყენეთ, ბევრი რამე დავანახეთ. უკვე დღეს აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება და გაითავისეს თავიანთი როლი, ხო? ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი, რომ როდესაც ამბობდნენ, რომ კი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ. ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თითქმის უყველა, მთელ 6 ქალაქში. ჩვენ რა შუაში ვართ ამ პრობლემის გადაწყვეტასთან. ამ შემთხვევაში დღესდღეობით ისინი უკვე იმას ფიქრობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ. ანუ ჩვენი ყოველი მათი თან ჩატარებული ტრენინგი ის საინფორმაციო შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ისინი ადგილობრივ დონეზე შეიმუშავებენ პატარა გეგმებს, ანუ პატარა გეგმებს იმისთვის რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრობლემის პრევენციისათვის და ზოგადად ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის. და მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კარგი ფაქტია ამ წუთას ამ ეტაპზე, რაც რეალურად არსებობს, რომ უკვე შარშან ზუგდიდის თვითმმართველობამ ზუსტად აი ამ ჩვენი მუშაობის შემდეგ ამას აბსოლუტურად თამამად ვამბობ, ბიუჯეტის შემუშავებისას, ანუ 2014 წლის ბიუჯეტის შემუშავებისას, ბიუჯეტში ჩადო პუნქტები, სადაც არის უშუალოდ არასამთავრობოების მხარდაჭერა, იმისათვის რომ მათ შეიმუშაონ რაღაც კონკრეტული პროექტები, ანუ ეს განათლებას ეხება, რომ ზუსტად აი ძალადობის კუთხით. და ასევე აქვთ მსხვერპლთა დახმარება უკვე 75 ქალს ეხმარებიან საცხოვრისით, ანუ გარკვეული 6 თვის განმავლობაში, სანამ ეს მათი პრობლემები მოგვარდება, ეს განქორწინება თუ რა ეტაპებიცაა საჭირო, აი 6 თვის განმავლობაში თვითმმართველობა უხდის ფულს, რომ მსხვერპლმა მოძალადესთან არ იცხოვროს და იყოს იზოლირებული. ეს თვლი რომ ძალიან დიდი მიღწევარი და ზუსტად ყველა ქალაქებთან ამას ვაჟღერებთ, ყველას აქვს უკვე იმის სურვილი, რომ რაღაც მსგავსი შეიტანონ. სენაკში უნდათ სერიოზული პრევენცია. ეს არის უკვე პრევენცია, ეს რეალურად რაც მართლა ხორციელდება. რა თქმა უნდა და ამას ყველგან და ყველასთან ვამბობთ, ყველა ქალაქში, იმიტომ რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ კი კეთილი ნება იქნა, მათ შეუძლიათ თურმე რამის გაკეთება. გასაგებია. ხო, ანუ ეს არის ერთ-ერთი რეალური მაგალითი. კი ბატონო. კეთილი ნება ახსენეთ და მინდა ეხა ფატისთან გადავიდე, ქალბატონ ფატისთან. არის საქმიანობები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თვითონ გააკეთონ ესა თუ ის საქმე, არ ჩარიონ სხვები იმისათვის, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოჩნდნენ იმ სიტუაციაში, რომ სხვები ამ კუთხით არაფერს არ საქმიანობენ. ფონდის ოხუმი ამას ასე არასოდეს არ აკეთებდა. მას ყოველთვის ყავდა გვერდით პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ იყვნენ ჩართულები იმ პროცესებში. ეხლა მე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მაქვს მხედველობაში და ნამდვილად შვილობილი გაჟღერდა ახლა ლალი მაგნიშნა შვილობილი ორგანიზაცია, მეწარმე ქალთა ფონდი, რომლის წარმომადგენელიც დღეს გვყავს. ფატი, თქვენ როგორ ახათ ჩართული ამ კამპანიის პროცესებში? მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა გოგონები ვლაპარაკობდნენ, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რომ 2013 წლიდან ფუნქციონირებს მეწარმე ქალთა ფონდი და იმ თავითვე ფეხ-დაფეხ, ხელი-ხელ ჩაკიდებული, ფაქტურად ყველა იმ თემაზე, რა თემაზეც ახლა საუბარი იყო, იგივე საკითხებზე ვმუშაობთ, იგივე საკითხებზე აქტიურად ვართ ჩართულები, წლებია უკვე და წელსაც 25 ნოემბრიდან, როცა იყო მასშტაბური ღონისძიება მესხიშვილის თეატრის წინ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა მეწარმე ქალთა ფონდმა, ფონდ ოხუმთან ერთად, ასევე და ტყუპის სალებივით, რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილეობა და ფაქტურად ყოველ დღე გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები, რამდენიმე სკოლაში ვიყავით გასულები და შევხვდით ბავშვებს, რომლებსაც ვესაუბრეთ და უფროსებსაც ძალადობის თემაზე განსაკუთრებით, რადგან ეს დღეები ძალიან მართლა ბასრად მოხვდა ყველას სულს ეს ქალების მიმართ ძალადობის თემა და ზოგადად ძალადობის თემა, პრევენციის საკითხები, ვიყავით მადლიერების სახლში, ასევე
ბენეფიციარებს შევხვდით, რომლებსაც ველაპარაკეთ თავიანთ უფლებებზე, ბავშვებს ძალიან აინტერესებთ თავიანთი უფლებები, როგორ შეუძლიათ, მაგრამ ასევე გასვლა გქონდა ქალაქ ფოთში, სადაც შევხვდით ქალთა სკოლის მსმენელებს, დევნილ ქალბატონებს, ასევე არსებობს კოლეჯი ფაზისი და მსმენელები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ღონისძიებაში, მაგრამ იცით რა მენიშნა? უნივერსიტეტში ქონდა კიდე სტუდენტებთან შეხვედრა და სკოლებშიც რამდენიმე ფრაზამ გაიჟღერა, რომ ვერ იგებენ რა და ფიზიკურ ძალადობაზე არ არის ლაპარაკი. შეიძლება ესეც ბევრს ხმამაღლა არ თქვეს, მაგრამ თვლიან რომ აი ლალიმ რო თქვა რომ ოჯახიდან მოდის და როდესაც პატარაობიდან ბავშვი ხედავს რომ არის ფიზიკური ძალადობა, მორალურზე და ფსიქოლოგიურზე აღარ არის ლაპარაკი, ის თვლის რომ ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა, მე კითხვას ვამს, რატო არ შეიძლება? ერთმა ბავშვმა ისიც თქვა რომ ჩემი შვილი იქნება, ჩემი გაჩენილი და თუ არ მომეწონება, ავსგები და კიდეც რომ სიკვდილამდეც მივიყვანო, მე რა ჩემი გაჩენილია. ანუ ის კი არა რომ თქვა იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი არასამთავრობოები ვერ მუშაობენ, ჯერ ვერ აწვდიან ხმას. ის კი არა, აი იქაც კი, სადაც ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ და მუშაობთ და ვცდილობთ, იქაც კი ჯერ კიდე ბევრის თვითშეგნებამდე არ არის მისული ის, რომ ძალადობა როგორც ასეთი, ეს არის 21 საუკუნის შორს ამ თემაზე გვიხდება ლაპარაკი, ჩვენი საზოგადოება ანუ ჯერ კიდევ შორს არის და მარტო გვიან მიღებული პრევენციული ზომები ამ ვერ დაგვიცავს და არც შეიძლება რომ ამოგდებულად ცალ-ცალკე ვიღაცებმა ეს აკეთონ. აქ იყო ლაპარაკი რომ ოჯახი, სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველი ორგანოები, სახელმწიფო ეს იმდენად შეკრული რგოლი უნდა იყოს, ჯაჭვი. ერთიც თუ ამოვარდა ის რგოლი უკვე საშინელება და მე არ მინდა რომ რაღაცა შირმას გავდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი თქვით რომ ბევრი მალავს სკოლას ეშინია ხმამაღლა ამის თქმა რომ სკოლაში შირქი არ მოეწყოს მასწავლებლებს ან არ ძალიან არა აქ იმდენად ფსიქოლოგიური ზაობა იმისა რომ დაუჯდეს და ელაპარაკოს. ამიტომ ძალიან ფსიქოლოგი არ არის სკოლაში, ხო? მშობლები ვერ არიან შვილების ფსიქოლოგები, იმიტომ რომ ფაქტურად ან არ ძალიან ან სრულებითაც არ არიან ბავშვებთან. და კიდე ერთი, მე ძალიან ბევრი წელია მუშაობ ბავშვებთან და ჩვენი თაობის ბავშვობაც მახსოვს, მე ის ეტაპები როცა 80-იან წლებში მყავდა მოსწავლეები 90-იანელები და მე აქეთ. იცით რა 21 საუკუნის ვეძახით ინდიგო ბავშვები და ჰიპერაქტიური ბავშვები აბსოლუტურად ახალი ფორმულაა. მე ასე ვთქვით რომ ეს არის ახალი ერა კაცობრიობაში, ეს ბავშვები იცით რონაირ ორლესულ პირზე გადიან სითამამესა ამ ჰიპერაქტიურობასა და სითავხედეს შორის და ცოტა ძველი განათლების და ძველი მეთოდებით აღზრდილი ადამიანები ადვილად ამას ერთნიშნულად ეძახიან რომ თავხედები არიან და ის იმიტომ კი არ არის ისე მოусვენარი რომ შენი მოსმენა არ უნდა ასეა მოწყობილი და შენ უნდა გადაეწყო მასზე. ამაზე მართალია პედაგოგებთან, მშობლებთან, საზოგადოების ყველა წევრთან. 1 და 2 გასაუბრებით და საინფორმაციო ბუკლეტის დარიგება. ეს არის ხო, აი თვითშეგნება და ცნობიერება ზოგადად ქართულ საზოგადოებაში და ყველა მოქალაქეში უნდა მოხდეს პერმანენტულად და ძალიან აქტიურად უნდა იყოს ყველა რგოლი ჩართული. მე გული მტკივა, მე ამაყება რომ ასეთი თაობა ყავს და გული მტკივა რომ ჩვენ ყოველთვის იყო დედა მამათა და შვილთა შორის რაღაცა შინაგანი ბრძოლა, მაგრამ ახლა იმ ხელა უფსკრულია, ჩვენ ყველამ ერთად ხელებ დაკაბეწებული უნდა ვიმუშაოთ რომ ხიდი გავდოთ. კი ბატონო. დღეს სხვათა შორის პრეზიდენტი იყო გამოსული და საუბრობდა ძალადობის საკითხებთან მიმართებაში. მე პირადად ანალოგიური არ მახსოვს რომ კამპანიის ფარგლებში არათუ პრეზიდენტი რომელიმე საჯარო პირი გამოსულიყოს და აი სპეციალური ბრიფინგი, სპეციალური გამოსვლა მიეძღვნას. ანუ ფაქტია რომ რაღაც ძვრები, სერიოზული ძვრები სახელმწიფო სტრუქტურებში ხდება. დავამატებ ნანა იმას რომ ძალიან დადებითი და მართლა კარგი ძვრები მიდის სახელმწიფოს მხრიდან. ერთ-ერთი აღსანიშნავი ისიც არის, რომ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე თვეა აწყობს ყოველთვიურ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. დასავლეთ საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია არის ფონდი სოხუმი, რომელიც ყოველთვიურად თავის წარმომადგენლობით მიწვეული არის ამ შეხვედრებზე. სადაც უკვე ჟღერდება თუ რა არის საჭირო, რას ვხედავთ, რა მინუსია, რას გამოსწორება უნდა.
იწვევენ ისეთ ორგანიზაციებს, ვინც კონკრეტულად მუშაობს თემის ირგვლივ და მართლა ცდილობენ რომ რაღაც რეალურად დახვეწონ, შეცვალონ და იქ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მიდიოდეს გაკიცხვა, პირიქით დაინტერესებული ეძიებიან თუ რა გამოეპარათ, რა არ კეთდება, რა არ მუშაობს. კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანია უკაცრავად, რომ ამ ყველაფერს არ მიეცეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა, რომ ძალიან კარგად მუშაობს, არ მიეცეს ფორმალური მხარე. ჩემთვისაც ძალიან უცხო იყო, რამდენიმე დღის უკან, რომ პირდაპირ ეთერში ერთი ზარის განხორციელების შემდეგ დამთანხმდა ქალაქის პროკურორი და მოვიდა პირდაპირ ეთერში, რომელიც საუბრობდა ძალადობის საკითხებთან მიმართებაში და მათთვის ეს ძალიან ცნობილი თემა გახდა. მაგრამ მე არ მინდა და ალბათ არავის არ აქვს ამის სურვილი, რომ ეს ყველაფერი ფორმალური იყოს და ფორმალ აი ჩვენ ასე ეს გავაკეთეთ და დაიწერა საერთაშორისო არქივში დაიმალა. ეს ნამდვილად არის. შედგა სამუშაო ჯგუფის, რომელიც აი კონკრეტულად უკვე იღებს გეგმად იმ საკითხებს, იმ შენიშვნებს, რაც არასამთავრობოების მხრიდან მოდის, რომ ეს შემდგომ უკვე გამოსწორდეს და ყოველ შეხვედრაზე ფაქტიურად რაღაც თავიანთ ახალ იდეებს გვაწვდიან, რაღაც ცვლილებებს და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ის არასამთავრობოები, რომლებიც ყოველთვიურად იქ ჩადიან, მიდიან, ისინი ამას თვითონ არაცლიან, რომ ეს რაღაც ფორმალური დარჩეს. და მზაობა აშკარად არის უკვე როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ადგილობრივ ელემენტარული 25 ნოემბერს ყველა ქალაქში აქციას გვერდში ედგა და გამოსული იყო ყველა თვითმმართველობის წევრი. ეს იყო რაღაცა დიდი სენსაცია. იმიტომ რომ წლების წინ ერთ ადამიანსაც ვერ გამოიყვანდი, თავისი კეთილი ნებაც რო ქონო და არ შეეძლო გამოსვლა და ეხა ყველა ქალაქში მერია საკრებულო გამგეობა ფაქტიურად წარმომადგენლობით ყველა არასამთავრობოს გვერდით იდგნენ. კი ბატონო. სანამ გოგონები დაამატებენ, მე მინდა თქვა, აი სამოქალაქო სკოლის სასწავლო პროგრამაში, აი სამოქალაქო სამართლის განათლების საგანი რომ შევიდა, მე ძალიან ბევრ ბავშვთან მაქვს ეხლაც კონტაქტი და ბავშვები არ არიან დაინტერესებული ამ საგნით და მე გეტყვი ერთი კითხვა ჩვენ თაობას ნაკლებად ახლანდელ ბავშვებს ნაკლებად დაინტერესებდა. როდესაც წიგნში არის მარტო რაღაცა მშრალი მასალა, დატვირთული რაღაცა ტერმინებით და როდესაც ხშირ შემთხვევაში მომიტევა, მაგრამ ბევრგან ალბათ არაკომპეტენტური ადამიანისთვის აქვთ მაპატიეთ და მიგდებული ეს საგანი, ბავშვებს არ აინტერესებს. ამ დროს ამომავალი უნდა იყოს ეს და ეხლა გამახსენდა, რომ ფონდ სოხუმთან ფუნქციონირებს ფორუმ თეატრი. ნუ მე არ ვიცი რა სამუშაობს აკეთებს ეს თეატრი და თუ კი ჩვენ სკოლებში, არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს სამინისტროს თან ყველაფერი მიბმულია, მაგრამ სკოლებში ერთხელ და ორჯერ არა, აი ხშირად იქნება გასო, როდესაც ეს არის თვალნათელი ვიზუალურად უყურებს ბავშვი. და იქვე გავაკეთებინებთ თვითონ მოსწავლეებსაც მსგავსი ტიპის სამუშაოებს ყოფითი ცხოვრებიდან ამოგლეჯილი ემითი რა ქვია ფაქტებით. და ამ რაღაცა თამაშ სიტუაციებს შევიტანთ ამ საპროგრამო მასალაშიც, ხო? ხო, შეიძლება იქ იყოს პატრონი ტრენინგის სახე ან ვორქშოპის სახე კონდეს ან რაღაცა, ანუ ისწავლონ არასამთავრობოებიდან როგორ ამუშავონ გაკვეთილზე ბავშვები ცოცხლად და არა მარტო ეს მშრალი მასალა იყოს. ძალიან ხალისით აკეთებენ ამ ყველაფერს და ზოგადად არა მხოლოდ ფორუმ თეატრი, მე მესმის ახლა თქვენ საუბრობთ კონკრეტული ორგანიზაციის ირგვლივ, მაგრამ არა მხოლოდ ფორუმ თეატრის, ზოგადად თეატრი თამაშობს ძალიან დიდ როლს აი ამ კუთხით და ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ თეატრი სარკე არის ჩვენი ცხოვრების. კაპიტანი ნატალია, თქვენ გინდოდათ დამატებაც ეხლა აქ საუბარი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო უკვე ამ პრობლემის ასე თქვა არა მარტო განხილვაში, არამედ რომ მიიღოს გადამწყვეტი ზომები. მე მაქვს მოსაზრება ასეთი, რომ ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, იმდენად მძიმე ფონი იყო ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ, იმდენად ზედიზედ მოხდა ეს მკვლელობები და საშინელი ფაქტები, რომ თვითონ საზოგადოებიდან, ხალხიდან წამოვიდა დაკვეთა იმაზე, რომ სახელმწიფოს ბოლოს და ბოლოს გაემახვილებინა ამაზე ყურადღება, უბრალოდ სოციალურ ქსელს რომ გავადევნოთ თვალი, იმდენად თვალში მოსახვედრი იყო ის, რომ ადამიანები საშინლად შეშფოთებულები იყვნენ, საშინლად მომხდარის გარშემო და აი ამანაც განაპირობა ეს, რომ სახელმწიფოც ამოძრავდა. აქ ხალბატონმა ლალიმ
შეგვახსენა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, რომ არის ის რაც შეეხება მოძალადეს და ძალადობის მსხვერპლთან დაკავშირებული საკითხი და ძალადობის აღკვეთას. იყო ასეთი რაღაც კანონში ცვლილებების შეტანაზე როცა იყო მუშაობა, რომ ძალადობა როგორც შრომითი, ასე ვთქვათ, სასარგებლო შრომით როცა ისჯებოდა ეს, ანუ მოძალადე ისჯებოდა სასარგებლო შრომით რაღაც გარკვეული პერიოდით. ეს ახლა მუშავდება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიებით, რაღაც 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, როცა საუბარი არის ოჯახში ძალადობაზე და მსხვერპლის, ასე ვთქვათ, მდგომარეობის შემსუბუქებაზე. გასაგებია თქვენ ახსენეთ საზოგადოებრივი დაკვეთა და ჩვენ ზოგადად საქართველოს ქვეყანა ესეც ხდება სოფლიოშიც, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მივდივართ, იქ რაღაც საკითხები იკვეთება, თემები და ერთ-ერთი სერიოზული თემა იყო ქალთა როლი პოლიტიკაში. და დღეს აი ამ თემაზეც გამოხვილდა ყურადღება, რომ რაც უფრო მეტი ქალი მოვა პოლიტიკაში, რაც მხოლოდ ტერმინის სახით დარჩა და ნამდვილად ვერ შესრულდა და ჩვენ ამის მოწმენი გავხდით, მით უფრო მეტი საკითხები, ესეთი გრძნობიარე საკითხები იქნება განხილული, წინ წამოწეული და იმედს ვიტოვებთ, თუ კი ეს ასე მოხდა, რომ ქალები დიდი რაოდენობით შევლენ პოლიტიკაში, შემდეგ მოწესრიგებული. აი ამ კუთხითაც სერიოზული მუშაობა უნდა ჩატარდეს, მე მგონი და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, რაც ძალიან კარგად გვეხერხება ხოლმე სამწუხაროდ. ეს ამაზე დიახ, ამ კუთხით ძალიან ბევრი მუშაობაა ჩემი აზრით, ყველა ქალბატონი, ვინც კი ალბათ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, აი ამ თითოეულ ნიუანსი უნდა იცოდნენ ამ პრობლემისა, იმისათვის რომ შემდეგ გააჟღერონ, ლობირება მოახდინონ და ადვოკატირება მოახდინონ. აი გადაცემის დასასრულს ქალბატონი ლალი, თქვენ რა შეგიძლიათ ასევე სამომავლოდ კიდევ რა გეგმები გაქვთ, რა გეგმები უნდა განახორციელოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც დღეს ამოიწურება, დამთავრდება კამპანია და ხვალ აღარ იქნება პრობლემა, ან აღარ უნდა იმუშაოთ ამ პრობლემის ირგვლივ, რა მოხდება მომავალში. გეთახმებით 16 აქტიური დღე არის, მხოლოდ 16 აქტიური დღე, მაგრამ ამ დღეებამდეც და შემდეგაც ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. და ეს დღეებიც გარკვეულია რატომაც არის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, იმიტომ რომ 25 ნოემბერი არის ქალთა უფლებების დაცვის დღე, 10 დეკემბერი არის ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის დღე. ანუ ყველაფერი მომდინარეობს უფლებების დაცვიდან. იქ სადაც უფლებები დაცულია ქალის და საერთოდ ყველასი, იქ არც ძალადობას აქვს ადგილი, იქ პოლიტიკაშიც თავისებური ბალანსია და ყველაფერი ჰარმონიულად მიმდინარეობს. ძალიან კარგ თემასაც შევეხეთ, რომ ქალთა გაზრდა პოლიტიკაში, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ ქალებს უნდათ ძალიან პოლიტიკაში მოსვლა, ეს იმიტომ რომ პოლიტიკაში ჭირდება ქალი. იმიტომ რომ ქალი უფრო მეტად ხედავს იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც აი თითქოს სოციალური პრობლემა, ოჯახური პრობლემა, როგორ დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე და ტრაგედიებად იქცევა. თუ კი ქალი ნორმალურ ოჯახში, ნორმალურ თქვათ გარემოში, ნორმალურად ეწევა ხო საოჯახო მეურნეობა, შვილების აღზრდას, დაახლოებით იგივე საკეთებს ქვეყნის მმართველობაში მოსული ქალი. და სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ უზურგეთში გენდერული თანასწორობა მიღწეულია, იმიტომ რომ 15 დეპუტატიდან ქალაქის საკრებულოში არის 7 ქალბატონი და უკვე დაეტყო იქ სხვათა შორის სოციალურ პაკეტებს, დაეტყო იმ აი სასიკეთოთ რა თქმა უნდა და გავლენას, ასე ვთქვა, დანარჩენ მამაკაცებზე. თუმცა ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ მარტო ქალი შეიძლება, საჭიროა მამაკაცებმაც გაითავისონ, რომ სოციალური ორიენტაცია არის აუცილებელი. და სხვათა შორის ახლანდელ მთავრობა ამბობს, რომ მისი პროექტები, მისი მუშაობა სოციალურად ორიენტირებულია და ჩვენ მინდა უფრო მეტად დავინახოთ ეს და სხვათა შორის ისიც კარგია, რომ არასამთავრობოებს უკვე კონკურენტებად არ ხედავენ, პირიქით თანამშრომლობაზე მოდიან, პირიქით სჭირდებათ ეს ჩვენი გამოცდილება, აქ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე საუბარი და ის кейსები, რომლებიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, თანამშრომლობის ის კუთხე
რაც მოძებნილი გვაქვს, ეს უნდა გამოიყენოს სახელმწიფო სტრუქტურებმა და როგორც აღნიშნეს და ყველამ რომ ვერც არასამთავრობო სექტორი მარტო, ვერც სახელმწიფო სტრუქტურა მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებ. ყველა ერთად თუ არ იქნება, ხო? ოჯახი, სკოლა, არასამთავრობო სისტემა და საზოგადოება განსაკუთრებით. რა შეუძლია საზოგადოებას? კი, მოძალადე დაისჯება, ძალადობა დასჯადია, გასაგებია. მსხვერპლი მარტო არ უნდა იყოს. ზუგდიდში თქვა აკეთებენ უქირავებენ ბინას, მაგრამ ეს არ კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემას ვერ ხსნის, იმიტომ რომ უნდა იყოს თავშესაფარი. რატომ რჩებიან ქალები და რატომ მიდიან სიკვდილში? იმიტომ რომ მათ არ აქვს წასასვლელი, იმიტომ რომ მათ არ აქვს სამსახური. ანუ ერთი პრობლემიდან უამრავ სხვა პრობლემაზე გადავდივართ და როდესაც ყველაფერი მოგვარებული იქნება, რა თქმა უნდა, არც ძალადობას არ ექნება ადგილი. და ყველაზე თავარი მაინც ის არის, რომ საზოგადოებამ რა შეიძლება გააკეთოს. საზოგადოება უბრალოდ შეურიგებელი უნდა იყოს მოძალადის მიმართ. არ უნდა დაუჭიროს ხარი, არ უნდა წააქეზოს, არ უნდა გაამხნევოს. მერე რა, დიდი ამბავი ცოლს თუ შეაგინა, დიდი ამბავი შვილი თუ სცემა და ასე შემდეგ. აი, როდესაც ესეთი დამოკიდებულება იქნება ზოგადად, რომ ძალადობა, რაც არ უნდა ფორმით არ უნდა გამოვლინდეს, არ არის მისაღები, არავისთვის. დამთავრდება პროგრამა. როდესაც ჩვენი საზოგადოება მივა იმ ამბავზე, რომ ჩვენ არ ვილაპარაკებთ ცალკე ქალთა უფლებების დაცვაზე და მხოლოდ აღნიშნავთ მოვა დრო და მარტო 10 დეკემბერს ზოგადად ადამიანის უფლებების დღეს და აღარ იქნება საზოგადოებაში ცნება, რომ ქალიც ადამიანია, ნუ მაშინ ალბათ ჩავთვლით, რომ ჩვენ ყველანაირი ჩვენი ვალი პირნათლად მოვიხარდეთ. ანუ ჩვენი ერთ დღეს ეს თარიღები გახდება დღესასწაული, დიახ, რომელსაც მოვიგონებთ და ტრადიციად იქნება და ღმერთმა გისმინოთ. მე რადიო მსმენელებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის სოხუმის წარმომადგენლები ლალი შენგელია, ნატო ჩხორთოლია, გურანდა გვანცელაძე და ასევე მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელი ფატი დვალიშვილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. სტუმარი რადიო რიონის ეთერში ნანა რობაქიძესთან ერთად. მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში და დაგვირეკეთ 25 04 83 0900 000 007 სტუმარი სტუდიაში.